თბილისი წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები ესწრებიან. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ყურადღება გამოხვილდა წყლის რესურსების მართვასა და ეკონომიკაში მის მნიშვნელობაზე. ფორუმს ჩვენი ჟურნალისტი შალვა სუმბაძე ესწრება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. შალვა, უფრო დეტალურად რას ემსახურება აღნიშნული ფორუმი? წყლის რესურსების მართვა როგორც ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, ეს არის ის ძირითადი სათქმელი, რომელიც დღევანდელ ფორუმს გააჩნია და ის 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯამში სპეციალისტები, სფეროს ექსპერტები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები 2 დღის განმავლობაში დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სწორი პოლიტიკის და ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, როგორც უნდა მოხდეს წყლის რესურსების მართვა, რათა მისი გამოყენება იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ასევე რა თქმა უნდა უსაფრთხოების საკითხი, წყლის უსაფრთხოების საკითხი არის ერთ-ერთი განხილვის მთავარი თემა და ამ მიმართულებით ასევე სხვადასხვა სახის ინვესტიციების განხორციელება, რათა ქვეყანაში წყლის რესურსების არქიტექტურა იყოს გამართული, ასევე სოციალური თანასწორობის საკითხი, რაც გულისხმობს ინვესტიციებსა და ტარიფებს შორის თანაფარდობას, იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. დღეს პრემიერ-მინისტრმა სწორედ წყლის რესურსების როლზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკაში და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით წყალს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. საქართველოს როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს აქვს პოტენციალი გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ საკუთარი ბუნებრივი რესურსი გონევრულად და სუვერენულად. ამისთვის მისაღწევად აუცილებელია არსებული გამოწვევების დაძლევა და ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლება. ეს თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ქართული წყლის სექტორი ვითარდება ევროპული სტანდარტებით, რაც საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენი მიდგომა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქნით არსაბუძველს იმისათვის, რომ მომავალთაობებს დაუტოვოთ გამართული თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა. 2017 წელს, როდესაც ქალაქის ხელისუფლებაში მოხვდით ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, იყო უამრავი პრობლემა. სწორედ ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს, იწყებს პირველ რიგში წყობრიდან გამოსული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით. ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთი ქუჩისა და გამზირზე გამოიცვალა წყლისა და წყალვარდნების ცენტრალური ქსელები, სხვადასხვა დასახლებებში უკვე აშენდა ან იგეგმება ცენტრალური კოლექტორების მშენებლობა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსებში, თუმცა ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. თბილისის მუნიციპალიტეტი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში კვლავ გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტულ გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს. ფორუმის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა მედიის კითხვას უპასუხა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, იყო გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მართალია ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ბუნებრივია ეს არ ნიშნავს განათლების რეფორმაში რაიმე სახის ცვლილებების შეტანას და თქვა, რომ განათლების რეფორმა იმ ფორმით, რა ფორმითაც არის დამტკიცებული, აუცილებლად გაგრძელდება. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიალოგზე, რომელიც შედგა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან და რექტორთან და აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათთან კომუნიკაციას ეფუძნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი შეინარჩუნებს მხოლოდ იმ მიმართულებებს, იმ ფაკულტეტებს, რომელიც მას გააჩნდა 1990 წლამდე და ყველა სხვა პროფილის, არატექნიკური პროფილის ფაკულტეტები იქნება მილევად რეჟიმში. ეს ნიშნავს, რომ წელს უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გამოაცხადებს მიღებას ამ ფაკულტეტებზე. ასევე აღინიშნა ისიც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის განსავითარებლად ასევე სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება.
ჩვენ მოусმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, მათი პოზიციები, მათი არგუმენტები მივიღეთ ამ ხედველობაში და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ერთად შევჯერდით ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. ეს გვაქვს სერიოზული ხარვეზები ამ მიმართულებით, ისე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო სექტორს, ისე კერძო სექტორს, სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება კადრები, გვჭირდება სამუშაო ძალა, ეს ეხება მშენებლებს, ინჟინერებს, არქიტექტორებს და ამ შემდეგ ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ეს არის სურსათზე ფასების შემცირების საკითხი, ასევე მედიკამენტებსა და საწვავზე. როგორც იცით, ამ მიმართულებით აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს ერთის მხრივ აღმასრულებელი, ხოლო მეორეს მხრივ საკანონმდებლო ხელისუფლება. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა სხვადასხვა სახის რეგულაციების შემოღებაზე. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ მათ შორის შემდგარი კომუნიკაციის საფუძველზე არსებობს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რომ დაახლოებით 25%-მდე არის რესურსი ფასის შემცირების სხვადასხვა მიმართულებით და აღნიშნა, რომ დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის, ან როგორც განსაზღვრული იყო სამი თვის ვადაში, კონკრეტული შედეგები იქნება უკვე მიღწეული. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა მექანიზმზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ ფასების სტაბილურად შენარჩუნება მოხერხდეს. ჩვენთვის თავარია, რომ საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ, ეს უნდა გამოვნახოთ ბიზნესთან ერთად, ჩვენ ერთად უნდა გამოვივნოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია გაგზავნა პირველ რიგში ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, რაც შეიძლება იყოს მიღებული, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია ამ ზომასაც მიმართ. რაც შეეხება თავად ფორუმს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვიდა, ეს ფორუმი გრძელდება 2 დღის განმავლობაში. სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის მინისტრებთან ერთად 2 დღის განმავლობაში პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ იმისათვის, რომ წყლის რესურსის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება მოხდეს საქართველოში. მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.